მოგესალმებით, ეს თავისუფალი თემაა. მე ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ლაშა ჯიოშვილი. მაყურებელი მას კარგად იცნობს, თუმცა მინდა კიდევ ერთხელ გაგაცნოთ, რომ ის არის სამოქალაქო აქტივისტი, აქტიური მოქალაქე და მედიაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს ლაშას და ამიტომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, მით უმეტეს თრიალეთის ირგვლივ შექმნილ მდგომარეობაზეც თქვენი შეფასებები. თუმცა ლაშა, მე მინდა საუბარი დავიწყო თავიდანვე იმ სასამართლო პროცესით, რომელიც დღეს გადაიდო და რომელიც თქვენი ოჯახის წევრს, კონკრეტულად მამას ეხება. თავად რომ მოუყვეთ მაყურებელს, რას ეხება და რატომ თვლით, რომ ის უსამართლოდ არის სამსახურიდან გამოშვებული? მოუყევით მაყურებელს, საინტერესო იქნება ნამდვილად. მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს და პირველ რიგში სოლიდარობას უცხადებ ტელეკომპანია თრიალეთს, რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს. მოკლედ, მოვლენები დაიწყო რამოდენიმე თვით ადრე, ბევრად ადრე, როდესაც მამაჩემმა გაიგო, რომ მისი სამსახურის წარმომადგენლები, ეს არის კერძო კომპანია, რომელიც ტენდერში უწყვეტად იგებს ამ ხელისუფლების პირობებში, თუ კი ვერ მოიგოს სახელშეცვლილით, ისევ იგივე კომპანია შევა, აზრი არ აქვს. ამ შემთხვევაში კომპანია არის სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა, რომელიც თვეების მანძილზე ამოწმებდა თურმე მამაჩემი ეწეოდა თუ არა აგიტაციას სამსახურში, რაც რა თქმა უნდა სისულელია მამაჩემის სამსახურში. კონკრეტულად რის აგიტაციას? იმას, რომ იცოდნენ ჩემი პოლიტიკური შეხედულებები დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, იცოდნენ მათ შორის მამაჩემის შეხედულებებიც, იმიტომ რომ არც ის არ აკლებდა საჯაროდ კომენტარებში დაწერას, თუმცა თუ კი საჯარო მოხელეებს აქვთ კომენტარების წერის უფლება და მათ შეხედულებების დაფიქსირება, მამაჩემი ამას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არა, დასვენების პერიოდში აკეთებდა. და ამას კითხულობდნენ. შემდეგ გრძელდებოდა შემოწმებები დაუსრულებლად. სამსახურში ყავდა 24 საათის მანძილზე უწყვეტი მონიტორინგი, რომელიც 24 საათი ადამიანი არც კი დააძინეს. მიდიოდა გადამოწმება, წონები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მამაჩემი გახდათ უფროსი მზარეული გორში პირველ ქვეით ბრიგადაში. სადაც ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს. შემდგომ იყო, როდესაც ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოისმინა სატელეფონო ზარზე, როგორ მენეჯერს ეუბნებოდნენ, რომ ახალი შემზარეული უნდა მოვიდესო და ამან უთხრა, რომ ყავს შემზარეული და მაგასო ჩვენ გადავწყვეტავთ. და ამ თანამშრომელმა კითხა, რომ რას ერჩიანო მამაჩემზე, იმან არ იცოდა არც ჩემი ისტორია და არც მამაჩემის სახალი მისული იყო და მაგას არავა თავის შვილს ერჩიანო. ხო, ამის შემდეგ გაგრძელდა ეს ყველაფერი და 30 დეკემბერს ბოლოს მენა რომ ჩაამთავრა მამაჩემმა წამოვიდა სახლში, დაიბარეს და უთხრეს, რომ ბოლოს მენაში მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება თანამშრომელთან. თუმცა ეს სიტყვიერი შელაპარაკება იყო შემდეგი სახის. როდესაც ამ მამაჩემმა ამ სამსახურში 2009 წელს დაიწყო მუშაობა ომის შემდგომ და მაშინ ჯერ კიდევ 280 ლარიანი ხელფასებზე მუშაობდნენ და ამდენი წლის მანძილზე მამაჩემმა იმსახურა თავის სამსახურს, ჯარს და ასე შემდეგ. და ბოლოს უკვე როდესაც ხელფასები გაიზარდა ეტაპობრივად ნელ-ნელა დაიბარეს და თვითონ მენეჯერმა, რომელმაც განათავისუფლა, მოსთხოვა მამაჩემს, რომ პირდაპირ გაამყარა დისციპლინა ამ სამსახურში, არანაირი რა თქმა უნდა. ზედმეტი, მაგრამ თუ კი აქამდე იყო ის, რომ ხელფასი არ იყო შესაბამისი და იქით იჭერდნენ, რომ თანამშრომლები არ გაქცეოდათ, ხან მრეცხავი გაექცეოდათ, ხან დამხმარე ქალი და ასე შემდეგ, არანაირი ტექნიკა არ აქვთ ქალებს 5 ტომარ კარტოფილს რომ ხელით გაგავწკნევინებენ, აი ეგ პირობებში მუშაობენ და მამაჩემს მოსთხოვეს, რომ პირდაპირ მოეთხოვა ყველასგან თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულება. ზუსტად აი ამ მოთხოვნას თანამშრომლის მიმართ, თანამშრომელი, რომელიც გასული იყო და რაღაცა შეიძლება გავიდეს ადამიანი 5 წუთით, 10 წუთით, მაგრამ საკმარისზე მეტი ხნით და როდესაც გავიდა დაინახა, რომ ის იქ არაფერს არ აკეთებდა და უბრალოდ საუბრობდა სხვა ადამიანებთან, დრო გაყავდა, ასე რომ ვთქვათ, შენიშვნა მისცა, რაზეც სიტყვიერი შეკამათება მოვიდა და ეს სიტყვიერი შეკამათება დარჩა სიტყვიერი შეკამათება, შემდგომში ერთმანეთს მოუხადეს ბოდიში, ჩამოართვეს ხელი და გააგრძელეს მუშაობა. დასრულდა, წამოვიდა, დაიბარეს მამაჩემი ამის გამო და უთხრეს, რომ თავისუფალი ხარ. რა თქმა უნდა, ეს იყო მიზეზი, რომელსაც ეძებდნენ და ვერ იპოვეს და ნახეს ეს. უთხრეს, რომ თავისუფალი იყო სამსახურიდან და დაეწერა განცხადება. მამაჩემის სამსახურში განცხადებას აწერინებდნენ ნებისმიერს, ვინც არ უნდათ ეტყოდნენ, რომ დაწერე განცხადება და წერდნენ და მიდიოდნენ. ადამიანები მიდიან იქ უკიდურესი გაჭირვების გამო, თორემ იმ პირობებში სხვა არავინ იმუშავებს. თუ კი ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ ჩემს გამოუშვებდნენ, წერანაც ჩავწერე ვიდეო და ვთქვი, რომ ისიც უნდა სცოდნოდათ, რომ მე ამას ესე არ დავტოვებდი. მამაჩემმა ინსტინქტურად რამის დაწერა განცხადება. მაგრამ გამოვიდა სამსახურიდან, დაავიწყდა.
და დამიერეკა რომ ესეა და მეთქი არანაირი განცხადება. ანუ თვითონ დაეწერა წასვლა. ოჯახური პირობების გამო გთხოვთ ეს აქვს აი ჩაიხედონ ამ კომპანიის მასში არქივში დოკუმენტაციაში და რამდენი განცხადება დევს ოჯახური პირობების გამო როგორ მიდიან ხალხის სამსახურიდან, როდესაც ხალხი ამ დროს სამსახურს ეძებს, ხო? მანამდე თუ ქონდა ლაში უცებ გკითხავთ აი ამასაც ან რაიმე გადაცდომაზე ან შენიშვნა იგივე ისტორიაზე გამახსენდა ამ მანამდე მამაჩემს 17 წლის მანძილზე აქვს ერთი შენიშვნა მიღებული სამსახურში. ეს არის კოვიდის პერიოდში ჩამოწეულ პირბადეზე. მამაჩემს აქვს მეთაურის მადლობის სიგელი. მამაჩემს აქვს, რავი, იდეალური ურთიერთობა ყველასთან იქ. მაღალი თანამდებობის პირებიდან დაწყებული, მეთაურიდან დაწყებული, უბრალო რიგით ჯარისკაცამდე დამთავრებული. თანამშრომლებთან არანაირი არასდროს ესეთი არაფერი არ ყოფილა. არც დღემდე იმ ადამიანს ქუჩაში ხვდებიან ერთმანეთს და კითხულობენ და რავი, ჩვეულებრივად, ანუ არაფერი კონფლიქტი იქ ისეთი არ ყოფილა, რომ რაღაცა სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზი გამხდარიყო, მაგრამ სიტყვიერი გაფრთხილებაც არ მიუწიათ. პირდაპირ განთავისუფლებაზე, იმიტომ რომ ეს იყო, მოდი ახლა პირდაპირ ვიტყვი რა. ჯარში რაკვება შედის, მამაჩემი ხედავდა ყველაფერს. და ეს არ უნდათ, რა თქმა უნდა. არ უნდათ ამის ხილვა, მამაჩემს აქვს ნახი იქ ფოტოები გადაიღო და შემდეგ რა მთელი კომპანია თავზე დაადგარო, სასწრაფო ტელეფონიდან ფოტოები წაეშალა, რა ხორცი შევიდა. ხო და რა თქმა უნდა ამისი ნახვა მამაჩემის რომ ეს ყველაფერი ენახა არ უნდათ, იმიტომ რომ შესაძლებელი იყო, დიდი შანსი იყო, რომ ეს კადრები ჩემ ხელში მოხვედრილიყო. მაგ პერიოდში მე ვმუშაობდი ტელეკომპანია TV პირველში. და ამას რაც მოყვებოდა ყველაფერი კარგად იცოდა და რომც არაფერი ყოფილიყო უბრალოდ ამ ადამიანებს აქვთ განსხვავებული აზრის აუტანლობა. როდესაც სისხლიან 9 წელს გვახსენებენ ბჭყალებში და რაღაცა წინა ხელისუფლების დაშვებულ შეცდომებს და დანაშაულებს, რავი, კვადრატში კუბში აყვანილს აკეთებენ თვითონ დღესდღეობით. მოკლედ ესე მოხდა რომ აი შევაჯამოთ, მამაჩემ არ დაწერა განცხადება, ავიყვანეთ, მივედით იურისტთან დავიწყეთ სამართლებრივი დავა, მაგრამ დავამდე ჯერ ვთხოვდით განთავისუფლების ბრძანებას, რომელიც დღემდე არ ჩაგვბარებია. შემდგომ მივწერეთ კომპანიას. ოფიციალურად შესაძლოა გათავისუფლებულიც არ არის. ოფიციალურად შესაგებელში აღმოვაჩინეთ, რომ 30 დეკემბერს მამაჩემი გაანთავისუფლეს, თურმე 30 დეკემბერს, ამ დროს 30 იანვარს რეგიონალურ მენეჯერს ვინმე ირაკლი გამცემლიძეს მამაჩემთან აქვს ტელეფონში ზარებია დაფიქსირებული გვაქვს ეს ზარები 30 იანვარს 30 დეკემბერს განთავისუფლებულ ადამიანს რატო უნდა ურეკავდა. ურეკავდა და სთხოვდა რომ გააგრძელებდა მუშაობას, განთავისუფლებულიც არ იყო, უბრალოდ უნდა დაეწერა ახსნა განმარტება, სადაც უნდა ჩაეწერა რომ გთხოვთ ჩემი სამსახურებრივი გადაცდომა, ჩამითვალოთ საპატიოდ. მამაჩემმა უთხრა რომ ბავშვი არ ვარო, მე არანაირი გადაცდომა არ მაქვსო და ვიციო რომ ამას რისთვისაც გამოიყენებ, თუ ჩადებთ საქმეში, დაადებს რეზოლუციას კომპანიის დირექტორი და იტყვის რომ არ ჩაეთვლება საპატიო და განთავისუფლებული იქნას და უბრალოდ მამაჩემს სამართლებრივი დავის გზასაც მოუჭრიდნენ, რაზეც უარი უთხარით. ეს ყველაფერი მოხდა ესე და რა ვიცი, მე კომპანიას მივიწერეთ კიდეც წერილობით, წერილი მიუვიდათ, არ ჩაიბარეს, მამაჩემს უთხრეს რომ რა წერილიაო და მამაჩემმა უთხრა რომ განთავისუფლების ბრძანებას ვითხოვ, სადაც იქნება მიზეზები და დასაბუთება რატო ვარ განთავისუფლებული. პოსტა მოგვიტანა უკარო არასწორ მისამართზე იყო მიტანილი. საიტზე გამოქვეყნებული მისამართი, სადაც რეალურად კომპანიის ოფისი არის, არ ჩაიბარეს, მოატყუეს პოსტა და გამოგზავნეს. ეს კომპანია უნდა გამოგზავნათ, დღეს უნდა ჩამოსულიყვნენ იურისტები, იმიტომ რომ იქ მინდობილობა უწერიათ კომპანიის დირექტორს და ყველაფერი გადააბარეს იურისტებს, რომლებიც საერთოდ აზრზე არ არიან, სად გაყეს თავი და დღეს ისინი უნდა მოსულიყვნენ და იმათ უნდა ესაუბრათ, მაგრამ პირველი შუამდგომლობა რაც დადგებოდა, ეს იქნებოდა მოწმეების დაკითხვა, თანამშრომლების დაკითხვა, ვინც ამ ყველაფერს შეესწნენ. მენეჯერი, რომელსაც უწერია, რომ იქ იყო, საერთოდ არ ყოფილა. და სიცრუეა, ხო? იქ კონკრეტულად რა მიზეზით გადაიდო დღეს სასამართლო? მიზეზით გადაიდო, რომ თვითონ კომპანია მიხვდა რომ ანუ ესე რომ თქვა, თავიანთ დაგებულ მახეში თვითონ გაიხლარდნენ, იმიტომ რომ იქ ბევრი რაღაცაა, ბევრი ნიუანსია, რომელსაც ესე ვერ ჩავშლით, რომელმაც იურისტმა განიხილა და ვნახე და ლექსო მერებაშვილი არის ადვოკატი, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს უკვე აი ასეთ საქმეებში მithumetes. ჩავიხედეთ და აი ჩაულებრივი ნონსენსია, ბევრი რაღაცა არის ისეთი ერთმანეთთან. პოლიციამ რო იცის პატაკს რო დაწერს 1 და 3-ვე რო ერთ და სახელი და გვარი რო იცვლება, ზუსტად ანალოგიური აქვს დაწერილი, როგორ ითხოვენ მამაჩემისგან, მამაჩემი როგორ გახდა აგრესიული და რაღაც სისულელეები. მე შევერ სასამართლო პროცესს დავსწრებივარ ეს და ვინახია ზუსტად ესეთი და მოკლედ მამაჩემი გახდა აგრესიული და რაღაცა. დღეს კომპანიამ მოითხოვა პროცესის გადადება თვითონ და ითხოვენ მოწმის, ანუ მოწმეები უნდა მოიყვანონ.
კარგი იქნება თუ კი მოიყვანენ ამ მოწმეებს თანამშრომლებს. მოწმე არის ის, ვინც შეესწრო ფაქტს, ხო? და თუ კი მენეჯერი მოვა, რომელიც იქ არ იყო და ყურილებს მოყვება, მაშინ ჩვენ მოვითხოვთ უკვე უშუალოდ, აი იმ დროს, ვინც იდგნენ იქ. დედაჩემს უნდა კითხავენ, დედაჩემი მხარია ამ შემთხვევაში, ხო? დედაჩემიც იქ მუშაობს, კი, რომელსაც უახლოეს პერიოდში არც ის არის გამორიცხული, მასაც დაატოვინონ სამსახური. მაგრამ ეგ უწერია სხვათა შორის ალიბად, რომ აი დედა მუშაობს იქ. ანუ თუ ეს იყო პოლიტიკური ნიშნები, იმასაც გაუშვებით, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ მამაჩემი წინა ხელისუფლების პირობებშიც არის გაშვებული და წელიწად ნახევარი მაშინაც იყო უმუშევარი და დედაჩემი მაშინ რატომ იყო ლაშა? მაშინ ზუსტად აი ამ შენობაში დარბაზში გაიმართა მაშინდელი კოალიციის ლიდერის ირაკლი ალასანიას შეხვედრა, სადაც პირველად გამოუჩნდი კამერებში რაღაცა მიზეზი, მაშინაც რაღაცა მოხდა იქ. და დროსაც მამაჩემს უდევს უწერია იქ, რომ ამადა ამ დროს თვითონ მენეჯერს უწერია, რომ მამაჩემმა დაურეკა და უთხრა, რომ გორის დილას თამაშზე უნდა წავიდეო და საღამოს შემოვალო შუა დღის მაგივრად. მამაჩემის შესვლამდე იქ მოხდა ფაქტი, რომელზეც საერთოდ სხვა ადამიანები იყვნენ გარეულები, მთლიანი სმენა გაანთავისუფლეს ორი დღით და აბრუნეს ყველა მამაჩემის გარდა. და როდესაც მივაკითხე, მითხრეს, რომ ქუჩიდან მაწანწალა ძაღლს შევიყვან და მამაშენს არაო და რატომ მეთქი და ეგ მე და შენ ვიცითო. ხო, ყველაფერი კარგად იცოდა და მაშინდელ მამაჩემის აღდგენაში მონაწილეობა მიიღო მაშინდელმა პარლამენტარმა და დღევანდელმა ვიცე-მერმა ბატონმა თამაშიოშვილმა და პირდაპირ უთხრა მაშინდელ მენეჯერს, რომ ეს კაცი ჩემი გულისთვისო. ერთ წელზე მეტი უმუშევარი იჯდაო. და ეხლა გუშინაც ვთქვი და დღესაც ვამბობ, ბატონ თამაშიოშვილმა იქნება გაგვცეს პასუხი. ეხლა ვის გულისთვის ის? ისევ მისი გულისთვის. მისნაირებისთვის, რომ ჩემთვის თამაშიოშვილი, ესენი არის კოლექტიური შიოშვილები, კოლექტიური ყობახიძეები, კოლექტიური ერთ ჩვეულებრივი რეჟიმი, რომელიც აი ეს ვერტიკალზეა გასწორებული, რომელთაც ჰორიზონტი არ იციან საერთოდ, როგორ შეიძლება თანაბრად იყოს ყველა არ იციან. აი აქედან აი იქ ბოლომდე ვინც ყავთ, ბატონ პატრონი, მამა თუ რავი რას ეძახიან, აი ეს ადამიანები არიან. გადაიდო დღევანდელი პროცესი, მოიყვანენ მოწმეებს, რა თქმა უნდა, ეს სამართლებრივი დავა გაგრძელდება და მე ვფიქრობ, რომ თვითონ კობა გოცირიძესაც გაუჭირდება სხვა გადაწყვეტილების მიღება, მოსამართლემ, რომელიც მათ შორის ჩვენი სარჩელი პირველ შეტანილი უარით გამოგვისტუმრა, რაღაცა არარსებული მიზეზის გამო და სააპელაციოში შევიტანეთ და სააპელაციომ გადმოაწერა და უთხრა, რომ უნდა განიხილოთ. და ეს სამართლებრივი დავა აუცილებლად მივა ლოგიკურ დასასრულამდე, კომპანია სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფას მოუწევს ბოდიშის მოხდა. მამაჩემი სამსახურში არასდროს აღარ დაბრუნდება. მოუწევს მათ შორის ფინანსური კომპენსაცია იმ განათლული თვეების, რომელიც მამაჩემს მიაყენეს ზარალი და ადამიანი, რომელიც თავს არ არჩენდა მარტო, ხო? დატოვის უცბად ახალი წლის დღეებში ხალხს პრემიები ჩაურიცხეს და ამას პრემია კი არა არის მაგაზე საუბარი რა თქმა უნდა, მაგრამ თავისი ნამუშევარი დღეების ხელფასიც კი დააკლეს. კაცი, რომელსაც თვეები მარტო ამუშავეს, აი არა ადამიანური პირობები ქვია მაგას, დამხმარის გარეშე ამუშავეს და კაცი, რომელიც ითხოვდა დამხმარეს, უთხრეს, რომ სანამ დაიჯოქები, მანამდე იმუშავე და მე გაგიშვებთ. აი ეს კომპანია არის და ესეთი კომპანიები არის უამრავი. და ეს კომპანია არის ერთი 2013 წლიდან მოყოლებული იცვლება სახელები. ერთი ოფისია, ერთი დირექტორია, ერთი სტაფია და ერთი თანამშრომელი, რომელმაც მამაჩემზე მითხრა წინა ხელისუფლების დროს, რომ ქუჩიდან მაწანწალა ძაღლს შეიყვანდა, დღესაც იქ მუშაობს. და ეს იმისთვის ვახსენებ, რომ ნაცებს რო ებრძვიან წინა ხელისუფლებას, რო ებრძვიან და ასე შემდეგ, ის ადამიანი დღესაც თანამდებობას იკავებს ამ კომპანიაში და ესეთი ადამიანები წვეტენ მამაჩემისნაირი თანამშრომლების ბედს. გისურვებთ სამართლიანობას, ლაშა, დარწმუნებული ვარ, რომ დაამტკიცებთ თქვენ სიმართლეს და სასამართლო სიმართლეს მხარეზე დადგება. გადაცემის დასაწყისში აღვნიშნე, რომ მედიაში მუშაობის გამოცდილება გაქვთ, იმიტომ რომ ამჟამად აღარ მუშაობთ, ლაშა და თქვენი აქტიურობით, პოლიტიკაში ყოფნით თუ როგორც სამოქალაქო აქტივისტი, ყველა იმ პროცესის მოწმე ხარ და თქვენ აზრს ყოველთვის აფიქსირებთ თუნდაც სოციალურ ქსელში, თქვენ მოქალაქეობრივ პოზიციას ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ამ ქვეყანას აწუხებს, ასე ვთქვათ. მე მინდა გავიხსენო, მედიაზე მინდა გკითხოთ.
იცით თქვენ თრიალეთი რა მდგომარეობაშია, ერთი წელი გავიდა და ყადაღებულია ჩვენი ანგარიშები და ეს რასთან არის დაკავშირებული, ეს ყველას მოიხსენება. პირდაპირ ვიტყვით ხომ, თუნდაც აი ასე ადამიანი, რომელიც ითხოვს სამართლიანობას, ეს ხმაც რო ჟღერდება, უკვე ხელისუფლებისთვის პრობლემაა, ხომ? ადგილობრივ დონეზეც და ცენტრალურ დონეზეც. ლაშე ჩვენ რამდენიმე თვეზე მეტი არის უკვე ხომ პოლიციელების ჯგუფური ძალადობის კადრები ვიხილეთ და გიორგი მდალადომ გადაიღო. იყო მედიის იყვნენ მედიის წარმომადგენლები. შენი დაკავების ფაქტი აქციის შემდეგ რომ არა ის აქტივისტი, რომელმაც შემთხვევით გადაიღო, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, არ ვიცოდით. აი ეს საჯაროობა, ინფორმაციის გავრცელება, მედიის არსებობის მნიშვნელობა. აი რატომ არის მნიშვნელოვანი მაყურებელსაც რომ უთხრათ? და რას მივიღებთ, როცა ყველა ხმა გაჩერდება, ხომ? მივიღებთ, მე ვთქვი, რამდენიმე თვის უკან, როდესაც მე დავტოვე ჩემი სამსახური. და ასე რომ ვთქვათ, მედიიდან კამერის უკნიდან ისევ კამერის წინ გადმოვინაცვლე წელიწად ნახევრიანი თითქმის 2 წლიანი წვეთის შემდეგ 2 წლის მანძილზე ვიმუშავე ტელევიზიაში და ყოველთვის ვამბობ ხოლმე და ვეუბნები ერთ რამეს, რომ ამ ტელევიზიებში, რომელიც განსხვავებულ აზრს აჟღერებენ, დახურვის შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს? მოხდება რა? დაგვრჩება პროსახელისუფლებო არხები და დაგვრჩება სოციალური მედია. მაგრამ ესენი ისეთი ინერციით და ენერგიით მიდიან, სოციალური მედიაში წრახდება. არავინ არ იცის ხვალ და ზეგ Facebook-ი გამოაცხადონ ამ ქვეყნის მტრად. აი ამაზე ხუმრობდით ხოლმე ჩვენ რამოდენიმე წლის უკან რა. მე აი მაგალითად რომ თქვი რომ 90-იანებს ბევრი არ გვაშორებს თქო 2020 წლის თვითმმართველობის ერთ-ერთი პირველი მერცხალი შეიძლება ჩაითვალოს თქვენი кейსი სასამართლოში, როდესაც პოსტი დაწერეთ და გაგასამართლეს მაგით. პირველი, ანუ პლაკატის გამო ვიყავი, პირველი დაკავებული პლაკატის გამო, რომელსაც პლაკატის დაწერა არ მოპატიეს და სხვა მიზეზით დამაკავეს. თუმცა მეორე შემთხვევა იყო აი მართლა სასწაული, სადაც ჩვეულებრივად პატრულის დანაშაული გადავიღე, სამსახურეობრივი გულგრილობა გადავიღე და ეს ავტვირთე და სასამართლომ ეს ყველაფერი და იქ მე მოვნიშნე შინაგან საქმეთა სამინისტრო და მე კონკრეტულ თანამშრომელს კი არ მივაყენე სიტყვიერი შეურაცხყოფა და შევაგინე, მე უწყებას შევაგინე. და იმის მაშინ მოიყვანა და გომელა უსეჩივლა, რავი, მაშინ ის იყო ამ სტრუქტურის ისე რა ქვია, კანტორის დირექტორი. ხო და მაშინ წავიდნენ და მიჩივლეს, მივედით სასამართლოში და სადაც მოსამართლემ ეს ყველაფერი გამიტარა მუხლით, სადაც წერია რომ მე სიტყვიერი შეურაცხყოფა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მივაყენე. ხო და აი ეს ყველაფერი დღეს ჩაახშეს. ცდილობენ ჩახშობას, რა თქმა უნდა. მე ისე ვაგრძელებ კომენტარების წერასაც. და სადაც შეურაცხყოფა იქნება მისაყენებელი, იმასაც მივაყენებ, იმიტომ რომ რა ვიცი, თუ კი მე აი მამაჩემის кейზეც რჩევები რომ მოდიოდა რომ ყოფილიყავი ჩუმად და აი ხლა არ ნანობ, არაფერს არ ნანობ, მე ვიცი ადამიანები, რომლებიც ყველა ხელისუფლების დროს მუშაობენ და ხელფასი აქვს და ბედნიერები არიან და აგინებს მთელი ქვეყანა. მაგრამ მე მისჩემნია ვიყო აი ესე რომ რა მდგომარეობაში დღეს აღმოჩნდი, მაგრამ ვიცოდი რომ ჩემი ქვეყნის წინაშე ჩემ თავთან მართალი ვიყო. რაც შეეხება მედიებს. როგორც კი ეს სივრცე ჩაიხშობა, იქნება ეს ტელეკომპანია თრიალეთი თუ სხვა ტელევიზიები რეგიონალური ქონდა აქ კიდევ რეგიონალური მედია რომელიც დაიხურა და აღარ არსებობს დღეს რადიო მოზაიკა და დანარჩენებიც ასე რომ ვთქვათ თუნდაც თქვენი ჯგუფები რომლებიც კი რეგიონალური ჯგუფები რომელიც აღარ ყავს ფორმულას აღარ ყავს TV პირველს და აი ესე ჩვენით რაღაცა ხა მე რომ ქუჩაში მივდივარ რაღაცას რო ხედავ აუცილებლად ტელეფონს ვიღებ გადმოვდივარ მივდივარ და ყველა პოლიციელი მცნობს ხა მაგრამ მე ვეუბნები ამ მოქალაქეებსაც და ხალხსაც რომ თქვენც იგივე გააკეთეთ, იმიტომ რომ ჩვენი თავი ჩვენ უნდა დავიცვათ. როგორც კი ეს ხმა ჩაიხშობა, დარჩება რა? აი ცხოვრობს ეს ხალხი ჭყალებში ბედნიერ საქართველოში. იცხოვრებს ვესტნიკის ეპოქაში, აი დილა რო იწყებოდა ერთი არხით, სადაც საბჭოთა კავშირის დიდებაზე გვესაუბრებოდნენ. დაგვაბრუნებენ იქ, დაიწყება დილა იმედზე შუადღე რუსთავიორზე, საღამო კოლექტიურად, რავი, მე პოსტივიზე იმასთან, შალვასთან და თავის ორ ვიღაცასთან
აი ესენი მოგვიყვებიან რა ბედნიერ საქართველოში ვცხოვრობ და ამასობაში ხალხი გავდივართ ნაგავში იქექება, ტელევიზიები თანამშრომლებს ხელფასს ვეღარ უხდიან და სულ ვამბობ რომ ჩვენ ხელფასის გამო არ დაგვიწყება მუშაობა, თუმცა ჩვენს უკან არის ჩვენი ოჯახები, ჩვენი ვალდებულებები, საბანკო და ასე შემდეგ, ადამიანური ვალდებულებები ოჯახის წინაშე და ამას რა თქმა უნდა ვერ ვაგრძელებთ, ხო? აი ამ ეს მიზანმიმართულად, აი ამ ხელისუფლებამ ეტაპობრივად, რაზეც ჩვენ მაგალითად შარშან ვინმეს რო ეთქვა დღეს რა რეალობაში ცხოვრობ, დავცინებდით, ხო? წარმოუდგენელი იყო. წარმოუდგენელი იყო და მე ვთქვი 2020 წელში, გონი 20 წელში, 21-ში იყო თვითმმართველობის არჩევნები, 21-ში კი. როდესაც გირჩი დამიყრიდი კენს, მაშინ ვთქვი ფორმულას პირდაპირ ეთერში, რომ 90-იანებს თან განსხვავებს ის, რომ გვაქვს გაზი და გვაქვს დენი თქო და ვიღაცებმა მითხრეს რომ ეს გადამეტებულიაო და გავიხედოთ რა ხდება ქუჩაში 90-იანებს შეიძლება გაუსწარით კიდეც პოლიცია ბჭყალებში ბესპრიძელი ნახეთ ცოცხალი მაგალითი პარლამენტში ჩვენ პოლიციელებისგან გაგვიკვირდა და პარლამენტარები აძლევენ ამის მაგალითს ხალხი ქუჩაში გუშინწინ ვაშლიჯვარში ქუჩაში სადაც ბავშვები დადიან იარაღით სროლა ხალხი იარაღით დადის ესენ დრონებით დაფრინავენ ბაღებში რაღაც ბალახებს დაეძებენ. აი ამ ეპოქაში დაგვაბრუნეს პოლიციელი დგას და შემოგტირის. ჩემი დაკავების დროს პოლიციელი გიორგი როჭიკაშვილი შემომტიროდა რამდენი ბანკის ვალი ქონდა და ქვეყნიდან გაქცევა რო უნდოდა და მშობლები მადრიდში ცხოვრობენ, იქ უნდა წავიდე და ცოლი სახაზინო ადვოკატია და ხელფასი არ ყოფნის და ორ დღეში ერთხელ ღამის გათევა გვიწევს და აი ეს ყველაფერი ამ ხელისუფლებამ მოგვიტანა. თუმცა მე ვიტყოდი ერთ რამეს რა რომ თუ კი აი თრიალეთის მაგალითი რაც არის თუ კი სახელმწიფო მედიას აძლევს შეღავაც და აი ამ ხო არ ამბობს თრიალეთი რომ მე ეს თანხა არ მაქვს გადასახდელი და ხო და არ გადავიხდი მაგრამ თუ კი იმათ აყენებ სასათბურე პირობებში ესე რომ ვთქვათ ამ მაშინ ეს უნდა იყოს თანაბრად ყველასთვის და თანაბარ პირობებში ჩაგვაყენე მოდი და მე იმას ამდენ მილიონს პატიობ და მე რაღაცა 500,000 სიტყვაზე არ მახსოვს ზუსტად ციფრები ამას არ მინაწილებ და ამის გამო ინკასოს მოდევ და დახურვის საფრთხის წინაშე მაყენებ ეს არის ჩვეულებრივი მიზანმიმართული ამას ხო არ უნდა ახსნა განმარტება და რაღაცა გამადიდებული ტყურება რომ აქ უნდათ ამისი გაჩერება იქ აწყობთ იმისი აღზევება იმას წამოწევენ წინ ისე როგორც ეს ხდებოდა ხელისუფლების პრემიერების შემთხვევაში ხო როცა ჭირდებოდა წამოწევდნენ მერე გააგდებდნენ მერე ისევ წამოწიეს და ბოლოს გლდანში დაამთავრა ისე ხდება ტელევიზიებშიც ვიღაცა ახალ სახეს წამოწევენ და ჭირდებათ ამის გაჟღერდა რომ შალვარამიშვილიც ჩახსნეს და არც ეგ არ არის გამორიცხული და მერე ხვალდაზე ვნახავთ ამ ადამიანებს ატირებულებს რომ თურმე რა ცუდი ხელისუფლება გვყავს მაგრამ რა ვიცი მე მგონია რომ და რა უნდა გაკეთდეს რომ ეს არ მოხდეს იქამდე არ მივიდეთ რომ ჩვენი ხმა საზოგადოების ხმა რომელსაც ჩვენ ვაჟღერებთ არ გაჩერდეს რა უნდა გაკეთდეს ცით სულ ამბობ ერთ რაღაცას რა აი რჩევები რომ მოდიოდა ჩემთან რომ ყოფილიყავი ჩუმად და მაგალითად მამაჩემს არ განთავისუფლებდნენ აი ჩუმად რო იყავით ამდენი წლის მანძილზე და ჩუმად იყავით და მოვედით აი აქამდე მე რომ მაძახებ იმას რომ შენ რომ მაგათთან არ მუშაობდიო მე წინა ხელისუფლების დროს აი იმ ბოლო პერიოდში მით უმეტეს, როდესაც სიცოცხლის საფრთხე არსებობდა იმის რომ ჩვენი საკუთარი სიცოცხლით გვეგო პასუხი, ისეთი ამბები ხდებოდა ქუჩებში, მე იმ დროს ვიდექი ქუჩაში. და ეხლა რომ ვიღაცა მურალოა თამარი რომ მეტყვის რომ მე რას ვაკეთებდი მაშინ და ლაშაჯიაშვილიო იქნება გაერკვეს სად არისო, მურალოა თამარი ამ დროს ამ ქალაქში იყო გუბერნიაში ადმინისტრაციის უფროსი. შევიდეთ მერიაში და გადავხედოთ ეს ადამიანები ვინ იყვნენ, რას წარმოადგენდნენ. მე მაშინაც ქუჩაში ვიდექი და ხო არ ვარყოფ კი 2 წლის მანძილზე ვმუშაობდი მერიაში ამათ დროს. თუმცა მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც ღიად ვთქვი მე და მაშინდელმა ორმა საკრებულოს წევრმა რომ ჩვენ გადავდიოდით ოპოზიციაში და მაშინ პირდაპირ მოხდა ჩვენი დაბარება ეს ყველა ხო იცის მაშინ აღარ დავიწყებ გახსენებას რომ ირაკლი ალასანიაზე გვეთქვა რომ ნაცმოძრაობასთან იყო შეკრული და ასე შემდეგ. წამოვედი მე იქიდან და ვდგავარ უკვე ბოლო რამდენი 11 წელია უკვე. 11 წელია ქუჩაში ვდგავარ და ვსაუბრობ იმაზე რომ არ შეიძლება სიჩუმე. ნუ გაქვთ იმის წარმოდგენა რომ თქვენ არ შეგეხებია. ყველას შეეხება.
და ეს სხვადასხვა ფორმით შეეხება. ვიღაცის წამლის გაძვირებით შეეხება, ვიღაცას დენის გაძვირებით შეეხება. აი ვიღაცა რომელსაც ვერც კი წარმოედინა რომ პოლიციასთან შეიძლება ეს მოსულოდა, ნახეთ როგორ შეეხო და რამოდენიმე წლიან ციხეს გადარჩა. და ეს კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ეს იყო ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტების, რომლებიც დღეს არსად არ მუშაობენ, დამსახურება. ობიექტური ჟურნალისტი. კი, მე ესე ვამბობ. დღეს ობიექტურობა ოპოზიციურობას ნიშნავს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ არის ერთი მხარე და არის მეორე მხარე. მე ვერ ვიტყვი იმას, რომ იმათ მხარეს ვუყურებ, ფიზიკურად არ შემიძლია, სადაც იმედის ხმა მესმის, იმ ადგილს ან დავტოვებ ან ტელევიზორს გადავრთავ, მაგრამ აი ესე გამოსავალი არის ერთადერთ რაღაცაში რა. მე ვთქვი რომ მოვა ის დრო რომ ამ ქვეყანაში მოხდება ყველაზე სამარცხვინო რამ. ეს იქნება მშიერი ხალხის რევოლუცია თქო. იმიტომ რომ დავიდა იმ დონეზე, რომ ადამიანებს უკვე აღარ აქვთ იმაზე გართულება როგორ იცხოვრონ. როგორ იცოცხლონზე ჩამოვედით რა და ბოლოს მივალთ იქამდე რომ ამ ადამიანებს შეაწუხებთ ძალიან ბევრი რაღაც. ქუჩაში გვიწევს სიარული და გვისმენთ ხო რა ხდება. ყველა აი აბსოლუტურად, მაგრამ უბრალოდ ვიღაცებს რაღაცის შიში აქვთ, მაგრამ აი ესეთი ფაქტები რო ხდება, მე შიშებიც ეხსნებათ. და ბოლოს ძალიან ბევრს მოეხსნება შიში და ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში და მოითხოვს თავიანთი უფლებების დაცვასაც. საცხოვრებელი პირობების ან მე გულისხმობ აი ის კი არა კომისია რო შექმნეს თვითონ რა ქვია ფასების მარეგულირებელი და მოითხოვენ იმას, რომ ჩვენ უფლება გვაქვს სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის, ადამიანები ხოცებიან რაღაცა თურქეთში გადაყვანა, რატომ უნდა გჭირდებოდეს და ასე შემდეგ. გამოსავალი არის ერთადერთი ხმის ამოღებაში, ქუჩაში გამოსვლაში და გაპროტესტებაში. არ არის სირცხვილი ქუჩაში და აქციაში დგომა. სირცხვილი არის ის, როდესაც სახში ზიხარ ჩუმად და არ იცი შენ შვილს კანფეტი მოგთხოვოს როგორ მიუტან. აი ეს არის ჩემთვის თავარი გამოსავალი ამ ქვეყანაში და თუ კი ამას ეხლა არ აკეთებენ, ბოლოს იძულებულები გახდებიან გააკეთონ და ისე არ ქნან რომ დღეს ის ქუჩაში დგოვა, შემდეგ სახში დავსწრე და შორიდან ვუყუროთ როგორ დაჭამს მშიერი ხალხი ამ მთავრობას. დიდი მადლობა საინტერესო საუბრის. ავით ჩვენთან. და გემშვიდობებით მაყურებელს კი მომდევნო გადაცემამდე და მშვიდობებით.